მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, რაგბი ტივიზე სარაგბო დღე გრძელდება. რამდენიმე წუთში დაიწყება დიდი 10-ის მე-16 ტურის ფინალური შეხვედრა, რომელშიც სტეფანწმინდის ყაზბეგი თბილისის ხვამს დაუპირისპირდება. ხედავთ, რომ ემზადებიან უკვე მოთამაშეები მოედანზე გამოსასვლელად. ვისარგებლებს შემთხვევით და გაგაცნობთ მატჩის დაწყებამდე გუნდების ძირითად შემადგენლობას. სტუმარი გუნდით დავიწყებ. ხვამლი შერკინების პირველ ხაზში პირველი ნომრით ჰამლეტ გოგია, 2 გიორგი ვარდოსანიძე, 3 ჰამლეტ დვალი, მეორე ხაზში 4 და 5 ნომრით გიორგი კვაბზირიძე და ლუკა ანსიანი, მესამე ხაზი 6 ნომერი გუნდის კაპიტანი საბა კურტანიძე, 7 თორნიკე ბაიხოიძე, 8 გიორგი კურტანიძე, 9 და 10 ნომრით ფრიდონ ციკლაური და ჯოელი მბალეილევუკა შეუწყვილდებიან ერთმანეთს, 11 საბა არაგველი, 12 ზაურ ლუტიძე, 13 ლუკა ცხედიანი, 14 ლაშა კაკაურიძე, ხოლო 15 ნომრით ფულბეკად ნიკა ცინცაძე ითამაშებს. გუნდის მწვრთნელი ლევან დათუნაშვილი გახლავთ. მასპინძლები სტეფანწმინდის ყაზბეგი, 1 გიორგი ზაგაშვილი, 2 გელა მახარაშვილი, 3 ლევან კომიაშვილი, 4 გიგა კაციტაძე, 5 მათე დარძულიძე, 6 რატი ჟორჟოლიანი, 7 ვანო ბურდული, 8 ლუკა ჩარეული, 9 გიორგი მალგაიტაძე, 10 დავით მოцრუშვილი, 11 ონისე ბაზალი, 12 გუნდის კაპიტანი გუგო ხუნელიძე, 13 ლუკა ალიბეგაშვილი, 14 ლაშა ძელაძე, 15 დავით იმნაძე, გუნდის თავმჯდომარე მიხეილ სუჯაშვილი. გაგაცნობთ ასევე ოფიციალურ პირებსაც, მთავარი არბიტრი გახლავთ გიგა მშვენიერაძე, კიდიდან მას სულხან ჩიხლაძე და ნინო ელოშვილი დაეხმარებიან. როგორც ხედავთ, შეხვედრა ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიმართება. კი, მნიშვნელოვანი მატჩია, ასე ვიტყოდი, ორივე გუნდის, მაგრამ განსაკუთრებით ყაზბეგისთვის ეს თამაშია ფაქტობრივად მათი ბოლო შანსი, რომ პლეი-ოფის ზონაში მოხვდნენ, თუ დღეს წააგეს უკვე დიდი ალბათობით ამაზე ფიქს დაემშვიდობებიან და არა მარტო ამაზე ფიქს, იქ შეიძლება უკვე ყოჩება ბოლო თამაში მოიგო და უკვე ასე ვთქვათ, იძაბება, შეიძლება ყოველთვის ტაოც ახლოს არის, ტაო უფრო ახლოს არის, უფრო სწორად, ასე რომ ვერ იქნება შვიდად ყაზბეგი. დაგეთანხმები, სერგო, ისეთი განსხვავებული მატჩი არის ყაზბეგისთვის. დღევანდელ შეხვედრაზე არის დამოკიდებული გუნდი გააგრძელებს პლეი-ოფისთვის ბრძოლას თუ მოუწევს ბრძოლა პლეი-აუთში ან დასარჩენად ბრძოლა. ამ დროისთვის 27 ქულაა ყაზბეგის ანგარიშზე, ქვედა ზღვარს რომ გადავხედოთ პლეი-აუთში ტაოს აქვს 24 ქულა, ხოლო ბოლნისის ყოჩებს 19 ქულა, ზედიზედ 2 მატჩი მოიგეს ყოჩებმა და გააცოცხლეს, ასე ვთქვათ, დიდი ათში დარჩენის ინტრიგა. იმ შემთხვევაში თუ ყაზბეგი მოიგებს ჩვეულებრივ 4 ქულით 31 ქულას დააგროვებს და ხვამთან ექნება მხოლოდ და მხოლოდ 2 ქულას ხვაობა, თუ შეძლებს და ბონუსით დაამარცხებს და ხვამლი არ აიღებს ნუგეშის ქულას, იქნება 1 ქულას ხვაობა და იბრძოლებს დარჩენილ ორ ტურში მე-6 ადგილისთვის, ხოლო დამარცხების შემთხვევაში კი უკვე მოუწევთ დარჩენილი ტურების დიდაჩი ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა. ამასობაში გაისმა მთავარი არბიტრის სასტვენი და დაიწყო დღევანდელი შეხვედრაც. სულად დაიწყო ძალიან ყაზბეგისთვის, იმნაძემ ვერ დაარტყა კარგად, ასე რომ შერკინებას აიღებენ ალბათ, ხვამლი ესეც მოხდა, ხვამლი რომელსაც წინა ტურში დამარცხდა ისინი ტაოსთან დამარცხეს სახში მოულოდნელად და ამის ხარჯზე, ესე ვთქვათ, უფრო მაღალ ადგილზე შეიძლება ეფიქათ პლეი-ოფში, ახლა უკვე ჩამორჩნენ დიდიათ, მაგრამ მაინც ბრძოლაში შევლენ არმიასთან და ხაებთან თუ მოიგებენ დღეს. კი, დაგეთანხმები, სერგო, ხვამლმა დიდი 10-ის ლევანდელი სეზონის პირველი წრე გაცილებით უფრო მაღალ დონეზე და კარგად ჩაატარა და უკვე ზამთრის შესვენების შემდეგ 3 ტური ზედიზედ პირველივე შეხვედრაში ფრედ დაასრულა შეხვედრა, შემდეგ 2 მატჩში დამარცხდა და ახლა მე-4 დაპირისპირება უწევს ყაზბეგთან. ნახოთ ამჯერად თუ მოახდენენ საკუთარი ძალების მობილიზებას. მიჩვეული ვართ ხვამლისგან არაერთ შეხვედრაში, რომ საკმაოდ მაღალი დონის და სანახაობრივი რაგბის თამაში შეუძლიათ და ამ გუნდს აქვს პოტენციალი, რომ იბრძოლოს გაცილებით უფრო მაღალი მიზნებისთვის. არასტაბილურობა ახასიათებს ზოგადად ამ გუნდს, რაც ვერ გაიგებ ხან რაღაც პერიოდ მიაყვარებენ კარგ თამაშს, მე ჩავარდნა, ეს დაყვება ამ გუნდს, მაგრამ რაღაც კონკრეტულ თამაში შეუძლიათ მაღალ დონეზე ჩატარება ძალიან და რა თქმა უნდა ნებისმიერ გუნდის დამარცხებაც შეუძლიათ ეს ერთი თამაში ნამდვილად. შერკინების ეპიზოდი კი გაგვეწელა ოდნავ და სანამ მატჩი გახურდება, კიდევ ერთხელ შევახსენებ გულშემატკივრებს, რომ ამ მატჩის დასრულებისთანავე უკვე ევროპული სანაკრებო რაგბის დღესასწაულით გადავინაცვლებთ პირდაპირ ეთერში. მოგეხსენებათ, დღეს იმართება 6 ერის დასკვნითი ტურის 3-ვე მატჩი, 18 საათსა და 15 წუთზე იტალიისა და ირლანდიის დაპირისპირება გახსნის, შემდეგ მას მიყვება უკვე უელსისა და ინგლისის დაპირისპირება და სარაგბო დღეს
დაასრულებს საფრანგეთისა და შოტლანდიის მორაგბეთა ნაკრებების დაპირისპირება. ყველა ამ მატჩს რა თქმა უნდა შეგიძლიათ რაგბი ტივის პირდაპირ ეთერში ადევნოთ თვალი. აქ ჯარიმა მოიპოვა ხომ და ცენტრიდან გადაწყვიტეს კარებში დარტყმა ცინცაძე ნიკა ცინცაძე დაარტყამს. საკმაოდ შორი დისტანციაა 50 მეტრი, თუმცა პირდაპირ ძელებს შორის არის ბურთი. როგორც ხედავთ, ამინდიც არ არის ქარიანი დღე და დიდი წინაღობა არ ექნება ამ დარტყმის შესრულებისას. ზოგადად ძალიან კარგი ამინდია თბილისში და მოგეხსენებათ ხვალ 4 საათზე თამაშებით ფინალში ესპანეთის ნაკრებს ლოკომოტივის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე და აუცილებლად მოგიწოდებთ პირველ რიგში მოხვიდეთ სტადიონზე და ვინც მიერ მოხერხებს რა თქმა უნდა რაგბი ტივის შემოგთავაზებთ რეპორტაჟს. აქ ზუსტია ცინცაძე რთული ჯარიმა გაიტანა ძალიან და თავიდანვე დაწინაურდა ხომლე. აქვე შეუერთდები მეც შენს ამ მოწოდებას. ზედიზედ მერვე ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ ბორჯღალოსნები. ბოლო წლებში ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ძირითადად პორტუგალიას უპირისპირდებით, თუმცა ესპანელებმა პატარა სასწაული მოახდინეს უკვე ლისაბონში დაამარცხეს პორტუგალია და სწორედ მათ დაუპირისპირდებით ამ ფინალში. ხო, რა თქმა უნდა, ალბათ ჩვენთვის ესპანეთს უკვე ვითამაშეთ და უფრო საინტერესო იქნებოდა ჩვენთვისაც პორტუგალიასთან გვეთამაშა თან ის წენა დღემდე გვახსოვს და ზოგადად პორტუგალია უფრო ახერხებს ჩვენ გამწარებას და გვინდა ფინალში რა თქმა უნდა უფრო მაგრამ მოუგო ესპანეთმა ეს სპორტია და არაფერი სადავ არ არის აქ დამსახურებული გამარჯვება იყო და ასე რომ გავიდნენ ეს დაიმსახურეს სერგეი და ჩვენ ხვდებით მეორეჯერ უკვე წელს ესპანეთს. ჯგუფურ ეტაპზე შევახსენოთ გულშემატკივრებს, რომ საკმაოდ სოლიდური სხვაობით დაამარცხეთ ესპანელები სტუმრად მადრიდში. თუმცა პატარა წენა შეგვიძლია მათაც ჩაუთვალოთ, რომ დაახლოებით 30 ქულა მაინც შეძლეს ჩვენთან რომ დაეკროვებინათ და ეს შეგვიძლია რომ გამოვასწოროთ ხვალინდელ თამაში და საკადრისი პასუხი გავცეთ მათ. დაუბრუნდეთ ამასობაში ჩვენს მიმდინარე რეპორტაჟს. დამაჯერებლად ორი ხელით მოიპოვეს სტეფან წმინდელებმა ბურთი დერეფანში, სწრაფად ჩაათამაშეს და საბოლოოდ მაღალი საბრძოლო ბურთი დაკიდეს. ცუდი დარტყმული, თუმცა აიღო ალიბეგაშვილმა გადაიწმინდა და რა გავიდა მარგალიტაც გაიტანა ხაში, შეცვალა იმნაძე მიმართულება, გადაიკიდა, ცუდი გადაკიდება იყო და აქ შეუძლია წამოგება ხვამს. ციკლაურმა კარგად წამოიღო ბურთი, თუმცა შემდეგ უკვე კონტაქტის შემდეგ არც ისე ზუსტი პასის გაკეთება მოუხდა. ხო, ვეც გაუგეს ერთმანეთს და ცუდი შესრულებაც იყო ყველანაირად და ეხა იქნება კარგი პოზიცია ყაზბეგს შესატევად. აი ჩანაბექი გასაგები კარგი იყო, სისტრაფეში შედიოდა თორსტები ლუტიძე იყო, შეყავდა სისტრაფეში ლუტიძე ციკლაურს. მორიგი შერკინება მატჩის მეხუთე წუთისთვის მარგალიტაძე შეაგორებს ბურთს, გასცემს შეხვედრის მთავარი არბიტრი მითითებებს, მოაწყობს შერკინებას. ემზადება შერკინება მოსაწყობად. მოეწყო სტაბილურია და შეაგორა ბურთი მარგალიტაძემ, სწრაფადვე გამოიტანეს სტეფან წმინდელებმა. მაგ ჩაჭაცა და ცინცაძემ თორზები დაუვარდა, დაუვარდა. ორმხრივი შეცდომებით დაიწყო ჯერჯერობით შეხვედრა მეხუთე წუთია და ეს ტექნიკური წუნი და პაუზები რა თქმა უნდა სანახაობრიობასაც და თამაშის ტემპსაც დაახსასვამს. იმედი ვიქონიოთ, რომ ჯერ მხოლოდ მეხუთე წუთია და თანდათან შეძლებენ გუნდები საკუთარი თამაშის დაალაგებას. კიდევ ერთი შერკინება რიგით მესამე დღევანდელ შეხვედრაში მეექვსე წუთისთვის. საფად გაიტანეს, გაიშალა ხაში იმნაძეა ჩართული მოძღრიშვილი შევიდნენ 22-ში. შეაჩერეს მოძღრიშვილი, თუმცა შეინარჩუნა ბურთი ყაზბეგმა, მარგალიტაძემ გამოიტანა და არტყმევინა იქვემყოფ მეორე ხაზელს. სწრაფად მიეხმარნენ გადაყრაზე თანაგუნდელები. კარგი წინსვლა სტეფან წმინდელების შევიდნენ მეტოქის 22 მეტრიანში. ჩხარეული ბურდული დაეჯახება ეხა წაწია ბურთი წინ, კარგი წაღება. კიდევ ერთი აიღო მიეძალე. მორიგი დარტყმა სტეფან წმინდელების. ხულელიძე კარგი შემოვლებული გადაცემა, იმნაძე ფინტაობს.
მარგალიტაძე მოძებნა იქვე მყოფი მორკინალი მორიგი მოკლე დარტყმა აი ხა არის სიცამსველი დარტყმა ჩასულია თუმცა ჩავარდა არა უნდა გაუშვა და გავიდა ხაზზე იმნაძე გადაკიდება დაუფარეს ქონია უპირატესობა ეს ვერ შემოჩნიე აზბეკს ასე რომ კუთხიდან ნახოთ კუთხიდან დიდი ალბათობა რომ კუთხიდან აუჩი გადაიტანა და კარებში არ დაარტყა არ გადაგორების გამო დაჯარიმდნენ როგორც ჩანს ხვამლელები ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ყაზბეგი ყარები იმნაძეს უჭერს ბურთი პრაგმატული გადაწყვეტილება მატჩის სტარტზე პირველად შევიდა ყაზბეგი მეტოქის 22 მეტრიანში და აქვს საკმაოდ კარგი შანსი იმისთვის რომ უქულოდ არ გამოვიდნენ აქედან არ უწევს ამ შემთხვევაში იმნაძეს რთული პოზიციიდან დარტყმის შესრულება დაველოდოთ მის ჯარიმას ემზადება დავით იმნაძე დარტყმის შესასრულებლად გამორბენი დარტყმა აცილა გაუცუდდა იმნაძეს დღევანდელ შეხვედრაში პირველი დარტყმა უცვლელი რჩება ანგარიში 0-3 ხო არ იყო ეს იოლიგასტანი მაგრამ რა თქმა უნდა ეს მაინც საგოლ ჯამში გასატან კატეგორიაში შედიოდა ჟარიმა თუმცა მეტი ყურადღება იყო საჭირო აცილა იმნაძე მართებდა ნამდვილად დაგეთანხმები მეტი ყურადღება თუმცა მართალია იშვიათად მაგრამ გაცილებით უფრო მარტივი პოზიციებიდანაც გვინახავს ხოლმე გაცუდებული ჯარიმები აქ ქარმა წაიღო ბურთი და გადავა ალბათ და ნუ ძალიან დიდი მანძილი წააგო ხა ხვანმა რაც შეიძლება შორ მანძილზე გააკეთეს როგორც ჩანს ხვამლელებმა აქცენტი საბოლოოდ ამას ქარმაც შეუწყო ხელი და ეპიზოდი მათთვის არასახარბიელოდ შემოbrunდა 22 მეტრიანთან იქნება სტეფან წმინდელების შერკინება გასცა მითითებები გიგა მშვენიერაძემ და ემზადება შერკინება მოსაწყობად. კი, სტატიკურ მომენტში 8-ზე რატი ჟორჟოლიანი დგას. შეეგორა ბურთი მარგალიტაძემ. მისცეს პიცკი მოხევეებმა, თუმცა ორივე გუნდის შერკინება წამოიშალა, ვერ გამონახა მთავარმა არბიტრმა კონკრეტული დამნაშავე ამ ეპიზოდში, შესაბამისად გადააწყობს შერკინებას კიდევ ერთხელ გაესაუბრება პირველ ხაზელებს. განმეორებით გვიჩვენებენ ამ შერკინების ეპიზოდს. სტაბილურია შერკინება შეაგორა ბურთი მარგალიტაძემ და ამჯერად უკვე გაისმა მშვენიერაძის სასტვენი დაჯარიმდა ხვამლი. საინტერესოა ამჯერად რას გადაწყვეტენ სერგო მასპინძლები. და კი ეს უკეთეს პოზიცია ცენტრი, რა თქმა უნდა, ეს ჯარიმისთვის საუკეთესო ადგილია. კი, აქ ჩანდა ასე არის, ნამდვილად ჯარიმა იყო. ორიგი შანსი დავით იმნაძეს ანგარიშის გასათანაბრებლად. იმნაძის დარტყმა ამჯერად ზუსტია, 3-3 გათანაბრდა ანგარიში მე-13 წუთისთვის, თითო გატანილი ჯარიმები გაცვალეს გუნდებმა.
ცენტრიდან განაახლებენ ხვალმლელები შეხვედრას. წინსაძემ მოკლე საბრძოლო ბურთი დაკიდა. კარგი დაკიდებული ჩაუვარდათ ბურთი გარბი ამ თაზე არაგველი გადმოდო და ჩაუვიდა წინვალეთ ჩარეული იყო თორსტები. მეტი ყურადღება მართებდათ ამჯერად უკვე ხვალმლელებს დროულად უნდა მიშველებოდნენ არაგველს და გაცილებით უფრო სახიფათო შეტევა შეიძლებოდა რომ გამოსულიყო. კი, შენიერ მომენტი იქნებოდა მე საერთო შეტევის გასავითარებლად, მაგრამ ხო, ეს არის კარგი ჩაჯდოვის ფასი. გაცილებით უფრო ყურადღებით იყვნენ სტეფან წმინდელები და ისარგებლეს მეტოქის ამ უზუსტობით. კარგად დაიცვა ყაზბეგმა თავი ამ რთულ ვითარებაში. შემდეგ უკვე მოძღვრიშვილი ფეხის დარტყმით გამოდის და წყვეტილ ხასთან იქნება დერეფანი. გელა მახარაშვილი მოაწვდის ბურთს დერეფანში. ორი ხელით მოიპოვა ბურთი დაძრულიძემ, მარგალიტაძე გადააწოდა იქ მყოფთან აგუნდლეს და მაღალი საბრძოლო ბურთი დაკიდეს სტეფან წმინდელებმა, თუმცა ამ ბურთზე უშეცდომოდ ითამაშა ბალეილე კუამ. აი ეს ბიჭი ამაში არის ყველა სახიფათო სივრცეში აუცილებლად გაგიჭრის თუ წამი რაღაც დატოვე თუნდაც პატარა გრიჭო. აქ უკვე გადავიდა ფაზურ შეტევაში ათამაშდა ჩაერთო კარგი დარტყმა წაიღო ბურთი ვარდოსანიძემ. კიდევ ერთი მიძალება ხვალმლელების. რთული ბურთის შემაგრება მოუხდა, თუმცა სწრაფად ჩაათამაშეს შემდეგ უკვე. აქ შევა ჩასვლა და კიდევ ჩავიდა. ისევ ჩარეული. ჯორი მშოვანი ჯარიმ მოუტანა თავის გუნდს. განუმარტა კიდეს გიგა მშვენიერაძემ ხვალმლის ერთ-ერთ მოთამაშეს. დავით მოძღვრიშვილს კარგი შანსი რომ გადავიდეს მეტოქის ნახევარზე და კარგი შესატევი პლაცდარმი შეუქმნას ყაზბეგს. მეტნაკლებად კარგადაც ახერხებს გადაიტანა ბურთი მეტოქის ნახევარზე 10 მეტრიან წყვეტილთან იქნება ყაზბეგის დერეფანი. ცოტა ნელა ეწყობა დღეს აუტები. არჩქარობდნენ სტეფან წმინდელები მოწყობას მიუთიტა კიდეც გიგა მშვენიერაძემ აჩქარებისკენ. მოეწყო დერეფანი, მოაწოდა ბურთი მახარაშვილმა პირველივე მხტომელზე. იქვე იყო ბურდული, რომელმაც აიღო ეს ბურთი, შეკრეს მოლი, აკონტროლებს ბურთს მახარაშვილი, თუმცა ჯერჯერობით არ აქვს წინსვლა და იქვეა მარგალიტაძე, რომელმაც სწრაფადვე გამოიტანა ბურთი. ხელდახელ ჩათამაშებული პასები, წაიღო ბურთი. ალიბეგაშვილი შეუულია გაქცევა, გაშალა ფეხები, შევიდა 22-ში. ახლა მიხოლა სწრაფი საჭირო. ხულელიძე შევიდა შემობენაზე, ბურდული, აქ უნდა შეინახოს სისწრაფე არ არის მისლიანი მხარე. ესეც არის ჩადო ბურთი. იქვე მივიდა მარგალიტაძე, გამოიტანა სწრაფადვე, დაარტყმევინა ზაგაშვილს. მეტოქის 22 მეტრიანში სტეფან წმინდელების შეტევა. სიღრმეში პასები, აქ აიშლება, არის რაოდენობა, შეუულია თუ წინ წაიწევა, დაუცდა ფეხი სამწუხაროდ. და თამაში აქში გადავიდა. თუმცა ხვალმლის მთელი გუნდი ფეხს აქ კარგი შეგნებული პასი. არის იმნაძე გაჭრა. კარგად იარა იმნაძემ, შემდეგ ამოაგდო ბურთი, თუმცა როგორც ჩანს ჩაუვარდა ეს ბურთი ხვალმლელებს. მოკლე დარტყმებით გაიუმჯობესებენ ხვალმლელები ფეხის დარტყმისთვის პოზიციას და საკუთარი სახიფათო ზონიდან გამოვლენ შორს. გადაკიდეს ბურთი ფეხით. ქარმა ისევ წაიღო მოძღვრიშვილი და ეხლა კარგი დარტყმული გამოვიდა ძალიან. ხო, ამ ქარის გამო დიდი დრო დასჭირდა მოძღვრიშვილს ამ ბურთის ასაღებად, საბოლოოდ საკმაოდ სიღრმიდან მოუწია ამ დარტყმის შესრულება, ბურთი გადაიტანა კიდეზე, მაგრამ იქნება დერეფანი ყაზბეგის ნახევარზე. კი, აუნიშნავთ პირველ ტაიმში აშკარად ქარი ხუბერავს ხვალმის ასარგებლოდ.
და ამ პერიოდში რა თქმა უნდა ეცადონ მაქსიმალურად აი გოლები. რო გაჩერებულია, როგორც ჩანს, დაშავებული არის ერთ-ერთი მოთამაშე, აღმოუჩენენ დახმარებას და განახლდება დღევანდელი შეხვედრა. პაუზით ვისარგებლოთ და გადავხედოთ მე-16 ტურის შედეგებს. გუში დაიწყო, გუში იყო 3 თამაში და დღეს ეს მეორეა. არმიამ მოუგო ხარები, დაამარცხა ხარები 52-20. უშუალო კონკურენტთან ბონუს გულით და უნიშნულესი გამარჯვება მოიპოვა. აი ამ ასევე უნიშნულესი მატჩი მოუგო თან მანაც ბონუსით 50-10 არის. ყოჩემას ესეთ მეორე თამაში მოახერხა აუთსაიდერის როლში გამარჯვება და უკვე დაბრუნდნენ ესე ვთქვათ და შეუულიათ უკვე ბრძოლა დარჩენისთვის. ხოლო ტაო დამოსდა ბათუმთან 19-42, ნუ ჯამში მოკეთ ისეთ სიტუაციაა რომ დაიძაბა ზევითაც და ქვევითაც ძალიან მდგომარეობა და პლეი-ოფის მებრძოლი ადგილებისთვისაც. ასე რომ ბერგუნც ფაქტიურად ჩემპიონატში мотиваციო გუნდი ფაქტიურად ამ ეტაპზე არ არის. და ამ ყველაფერს განსაკუთრებით ისიც ამძაფრებს, რომ ბოლო ტურში სწორედ ტაოსა და ყოჩების დაპირისპირება უნდა გაიმართოს. მანამდე მე-17 ტურში ორივეს უწევს ქუთაისელ ლიდერებთან დაპირისპირება და საკმაოდ საინტერესო და დაძაბული ბოლო ტური გველოდება ნამდვილად. მოტივირებული არიან როგორც პლეი-ოფის ზედა ადგილებისთვის მებრძოლი გუნდები, ასევე დარჩენისთვის მებრძოლი გუნდები და ნამდვილად უშეღავათო ბრძოლების მოლოდინი გვაქვს დარჩენილ ორ ტურში. აქ კარგად იცავს თავს ყაზბეგი დომინანტ ბოჭებს აკეთებენ ლუტიძე თვითონ დაეჯახა, არახა დაწოდა გურტანიძეს, თუმცა კარგი უშეცდომოდ იცავს ყაზბეგი ჯერჯერობით თავს. კარგად იცავს. აი კიდევ ერთხელ ჩავიდა ჩხარეული მესამე თერნოვერი. ეს სამი თერნოვერი მთელ თამაშში ძალიან მაგარი შედეგია და ამის აღნიშვნა მინდოდა ეხა და რადგან დაიწყებ ხო ხშირად ხდება ხოლმე რომ ისე სრულდება თამაში სამი კი არა ორი თერნოვერიც ხო უკვე მოახერხა და მე-18 წუთისთვის სამჯერ ესეთ საკუთარი გუნდისთვის ესეთ მნიშვნელოვან ეპიზოდში გაისარჯა დიდებულად. მახარაშვილი ბურთით 22 მეტრიანსა და წყვეტილ ხაზს შორის ბოლო მხტომელზე ორი ხელით აიღეს სტეფან წმინდელებმა. მახარაშვილი წაიღო თავადვე შეუტია, თუმცა კარგი ბოჭვაც დაახვედრეს. კარგი შეყვანა მარგარიტაცხრიდან, თუმცა ისევ გაფუშტა ოფლოუდი. საბოლოოდ წამოვა ციკლაურ კონჩეტევაზე. გადაწაი ბალერი უკან აღდა წამოვა. შეგვიძლია გვიტყვა. კარგადაც ჩამოიშორა პირველი დამცველი, შემდეგ ფეხით შეცურების მცდელობა ჰქონდა, თუმცა დაუფარეს ამ ბურთზე. ოდნავ აირია თამაში, საბოლოოდ ალიბეგაშვილი აღმოჩნდა პირველი ბურთთან და ფეხის დარტყმა ალიბეგაშვილის არა ადგილზეა აქ კურტანიძე წამოვიდა, გამოვიდა კარგია კონტაქტში, წამოიყო წაწია ბურთი. ციკლაური უთავს ფეხს, ესეც არის ალბათ ორო ძლიერი იყოს. კი ეს აუცილებლად უნდა გათვალონ ხვალის მოთამაშეებმა, რომ საკმაოდ ძლიერი ქარია. დღევანდელ შეხვედრაში უკვე მეორედ ხდება ასეთი ეპიზოდი. ჯარიმა ყოფილა. ჩხარეული და ჯარიმით. აი ხშირად შეიძლება უკვე კარგი აუტს გაკეთება ამ მომენტში. აი შეამოწო ხედავთ აუტო ბალახი თინცაძე მეს საზრონი ქარის მიმართულებას და სიზლიერეს აი კარგად დაარტყა პრინციპში ჩამივიდნენ 22 ხაზთან. კარგი შეტევა შეიძლება განახორციელოს ხვალმა მეტოქის 22 მეტრიანთან ახლოს იქნება მათი დერეფანი, კარგი პლაცდარმია შესატევად, მაგრამ ამისათვის საჭიროა რომ ჯერ დამაჯერებლად მოიპოვონ ბურთი საკუთარ დერეფანში. გიორგი ვარდოსანიძე მოაწვდის ბურთს, ჩაილაპარაკეს კომბინაცია. მოაწოდა ბურთი ვარდოსანიძემ, ბოლო მხტომელზე შეიმაგრა ბურთი,
შემდეგ ციკლაურმა კარგია სტრაფა და მაგარი კომბინაცია ძალიან აქ რო შეზო არ დავარდნოდა ბურთი კურტანიძეს, მაგარი ლუც იქნებოდა კარგ დიაბა. ბურთს აყოლებდა ლუტიძე, თუმცა ვერ შეიმაგრა კურტანიძემ. თუმცა ჩანაფიქი შეუკვეთა უცბად ძალიან კარგი იყო და ამისკენ უნდა იყოს ცდილობა რომ აი ესეთი რაგბი ვითამაშოთ, ითამაშო გუნდებმა დიდათში, აი ეს რა თქმა უნდა კარგი ეპიზოდი ძალიან. აუცილებლად ეხლა არ გამოვიდა, სხვა დროს გამოვა. აი ნახეთ, აი ხედავ წინვალი შეყვანა, კარგად შედიოდა და ააგდო. მაღალ სისტრაფეზე საკმაოდ სახიფათო შეტევა განვითარდებოდა. კი ეს ამ თავარი სისტრაფეში უნდა კეთდებოდეს და ის სწორედ რაც შენ თავარი იყო მაღალ სისტრაფეში გაკეთდა ეს ყველაფერი. და თქმა უნდა თავის ალბათობაც მეტია როცა ამას სწრაფად აკეთებ. მაგრამ როგორც აღნიშნე, არ გამოვა ერთ ეპიზოდში, თუმცა შეიძლება რომ გამოვიდეს მეორე ეპიზოდში და დიდი ხიფათი შეუქმნა მეტოქე გუნდს ამით. ამასობაში მიგასცა მითითებები გიგა მშვენიერაძემ და ეწყობა შერკინება. შეაგორა ბურთი მარგალიტაძემ, სწრაფადვე გამოიტანეს სტეფან წმინდელებმა. გამოვიდეს შეტან აი მანაც სადა რა ხდება? არაგველი მისდევს, თუმცა დატოვებული ქონდა ბურთს მოედანი, როგორც შეუნიშნე. არ ქონია 22-იო. ხოქო კარს ვარ წაიღო, შეიძლება მიესწრო კიდევაც არაგველს. გაათამაშებს სწრაფად არ გაათამაშა. გულელიძემ დავით იმნაძე ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით და დაუარდა ლუტიძეს უწყებითი უნდა აიღო სექტორე გააგრძელებს ყაზბეგი თამაშს. ხო ბურთი მოედანში იყო, ფეხი რომ მიარტყა, რაც ჩათვალა საჯარო მოედანში იყო და მერე შეუძლია თქმა უნდა გავიდეს მონის გარეთ და ისე მისდიოს იმ ბურთს. მორიგი შერკინება მოედნის ცენტრში. თუმცა როგორც ჩანს ხომლის მოთამაშეა დაშავებული, რომელსაც აღმოუჩენენ დახმარებას. როგორც ჩანს იმ ეპიზოდში დაზიანება მიიღო ლუტიძემ. აღმოუჩენენ დაშავებულ მოთამაშეს დახმარებას სამედიცინო სტაფის წევრები და განახლდება დღევანდელი შეხვედრა. წამოდგა ლუტიძე, ფეხზეა საბედნიეროდ არ ქონია სერიოზულ დაზიანებასთან შეხება და ის შეძლებს მატჩის გაგრძელებას. ჩაერთოდ რომ მოეწყობა შერკინება და შეაგორებს ბურთს მარგალიტაძე. მისცეს ბიძგი ხომლელებმა, მაგრამ სწრაფად გამოიტანა ყაზბეგმა. კარგად დააჯდა, ძალიან კარგი ბოჭვა და წავაკონჩეტევა. კარგი დარტყმა, გადაკვეთა უპირატესობის ხაზი ხომლმა. შეიძლება გაშლა ლუტიძებთან არ გამოვიდა, ცუდი პასი იყო და დავარდა ბურთი. შერკინებები მრავლად გვაქვს 25 წუთისთვის, თუ არ ვწდები მე-7 შერკინება უნდა იყოს. წინ პასი იყო. აქ შეიძლება ნამდვილად უკეთესი პასი არ იყო წნეხში ლუტიძე, უნდა გაშლილი იყო და არ გამოვიდა.
შერკინებაში კი გადამწყვეტი უპირატესობა არ მოუპოვებია ჯერჯერობით არც ერთ გუნდს. უძრავად სტაბილურად დგას შერკინება და სწრაფადვე გამოდის ხოლმე ბურთი. მარგალიტაძე შეაგორა ამჯერადაც სწრაფად გამოიტანეს მარგალიტაძე მოძებნა ფრთაზე ყოფილი თანაგუნდელი ბაზალი ჯარიმის უპირატესობა აქვს ყაზბეგს და გაგვიანებს სად არის ხანომერი. საბოლოოდ ბურთი აიღო კაციტაძემ და თავადვე დაარტყა. მოკლეზე უტევენ და დაუბრუნდება ყაზბეგს ჯარიმის უპირატესობა. არასწორი პოზიციიდან აიღეს ბურთი. ხრით დაჯახებაზე და ხვამლი. სასიამოვნოა გულშემატკივრის ხილვა ტრიბუნებზე. ვიდეორებში გადაამოწევს ამ ეპიზოდს. ხედავთ აი საჯების ქუთაისური დუეტი, გიგამ შვენიძე და სულხან ჩიხლაძე. და მე შევედა მათ ნინოელოშვილი. ნახოთ აქ. მარგალიტაძე ახისტი ბოჭო იყო საკმაოდ. ბოჭო არ იყო უბრალოდ და მე ხარი აარტყა მარგალიტაძეს. ნუ თავში მე მგონი არ ყოფილა. ნახოთ. თავის რაც შეხება იყო და აქ არა გამოცული ყვითელი ბარათი მიიღოს. ამ შეიძლება წითელი არ ნახოთ ვიცი. ყვითელი ბარათი. სისტრაფეში ხელის შემოხვევის ცდილობაც არ ჰქონია ბოჭავს ამ შემთხვევაში. მოუწევს მომდევნო 10 წუთის განმავლობაში კაცნაკულს ხვალს მატჩის გაგრძელება. დატოვებს კაპიტანი მოედანს. ნახოთ რამდენად შეძლებს ყაზბეგი რომ ისარგებლოს ამ რიცხობრივი უპირატესობით და მიიღებს თუ არა ხეირს რომელიც აისახება ქულებშიც. ეს კი განმეორებით ის ბოჭო არის გამოც ხვალმელთა კაპიტანი გასინბინდა 10 წუთით. და რომ იკვირდა სად დაიკარგა ცხანომერიო თურმე სად დაკარგულა. აი კარგი გადატანილი ძალიან და უკვე რეალური შანსი. ახლობით 7-8 მეტრი ხვალმელთა ლელოს მოედნამდე. საკმაოდ სახიფათო დერეფანი აქვს ყაზბეგს. მოაწოდა ბურთი მახარაშვილმა, ორი ხელით მოიგო ეს ბურთი ბურდულმა. აკონტროლებს ბურთს მახარაშვილი. და წინსვლა აი მხოლოდ ახლა აქვს ყაზბეგელთა ამოს, მძლავრი მოლი, კარგად იარეს წინ, მიიღეს უპირატესობაც. აქ ყვითელი შეიძლება ალბათ განხილვა, მაგრამ არა. კარგი მოძრავი მოლი იყო, თუმცა ყვითელი რო ყოფილიყო ალბათ საჯამრელოც და დანიშნულიყო. ასე რომ რა თქმა უნდა ლოგიკა არის, თუ საჯამრელო არის, მაშინ დაინდო ყვითლისგან. გასინბინებული კურტანიძე გუჩვენის კადრებში, ყაზბეგს კი ოდნავ უკეთესი პოზიციიდან ექნება კიდევ ერთი დერეფანი. მახარაშვილი ბურთით ამჯერადაც ორი ხელით მოიპოვეს ბურთი, შეკრეს კვლავ მოლი, დაიძრა ყაზბეგის მოლი. ყვაბზრიძე ცდილობს გაჭრას, ლეგალურად თამაშობს. ჩაიხურა. კარგად დაიცვა ხვალმა თავი ამ ეპიზოდში. გადარჩა ხვალმლი, ვერ გამოიყენა შანსი ყაზბეგმა.
ახლოს იყვნენ სტეფან წმინდელები დღევანდელ შეხვედრაში პირველი ლელოს გატანასთან, თუმცა როგორც ხედავთ, უცვლელი რჩება ანგარიში 3-3 30 წუთისთვის. დაცვაში საკმაოდ კარგად ითამაშეს ხვალმლელებმა. წამოდგა მახარაშვილი, ის ხშირად ამსეთ მოლებს, ხშირად ისასრულებს როგორც წესი. კარგი სეზონი აქვს ძალიან გელო მახარაშვილს. ნიკა ცინცაძე ფეხის შორეული დარტყმით განაახლა შეხვედრა. გამოვიდა სახიფათო ზონიდან საკმაოდ ჩორს, მოედნის ცენტრში სტეფან წმინდელები მორიგი შეტევის წამოწყებას იწყებენ. ბაზალმა აკრიფას ისრაფე, თუმცა კარგი ბოჭვაც დაახვედრეს. მარგალიტაძე რა გამოსავალი მოძებნა ზურგს უკან ჩათამაშებული პასები მოწყვრიშვილმა მოძებნა ალიბეგაშვილი თაზე დაიძრა ბურდული ფეხზეა ბურდული დიდხანს დადგა გაგრძელდა გავიდა ისე მორკინალები უტევენ ზაგაშვილი კარგად დახვდნენ თუმცა აფლოუდი გააკეთა აი კარგი ათამაშება წოდა ქუშაშვილს შემდეგ გრძელდება ყაზბეგელთა შეტევა კარგად იარა ჟორჟოლიანმაც მარგალიტაძემ სწრაფად გამოიტანა ჩხარეული 5 მეტრიანთან არიან უკვე სტეფან წმინდელები შეაბუნებული პასები ისევ არის აქ შეიძლება და ალიბეგაშვილს წაფია სყინვალი თამაში და პოზიციაც გაიუმჯობესა გაცილებით უფრო შიგნით წამოიღო ბურთი ალიბეგაშვილმა და შემდეგ დაამიწა ეფექტური და ლამაზი ლელო გაიტანეს სტეფან წმინდელებმა და დღეს განსაკუთრებით ხდება თვალში რომ ძალიან კარგად იყენებენ ესე ვთქვათ ყველა ფაქტობრივად ძალიან მორაგებს უმეტესობა პასების უკან შებუნებას ამ მეთოდს იყენებენ კარგად ბევრი შეტევა აწვეს აქედან გამომდინარე ხშირად იმნაძე სხვათა შორის 15-ე მაგრამ 10 ნომერზეა ფაქტიურად ხშირად ისერთვება 10 ნომერზე მოკეთ ძალიან კარგი ათამაშება და ალიბეგაშვილი თავისი მონაცემი გამოიყენა ხა ეთიეზე დაჩაგრა მეტოქე 8-3 ანგარიში დავალოდოთ გარდასახვის შესრულებას დავით იმნაძე ემზადება ამ დარტყმისთვის დარტყმა ზუსტია 10-3 შვიდგულიანი უპირატესობით ამარცხებს ყაზბეგი მეტოქეს. ნახოთ ამჯერად უკვე ხვამლი რა პასუხის დაბრუნებას შეძლებს. ჯერ კიდევ რამდენიმე წუთი კაცნაკულს მოუწევს ხვამს მატჩის გაგრძელება. მოგეხსენებათ გასინბინებულია გუნდის კაპიტანი საბა კურტანიძე. ხო, ისიც თქვათ კიდევ ერთხელ რომ დღევანდელ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების შედეგად ყაზბეგი უკვე ამოისუნთქავს, ასე ვთქვათ, დასცილდება პლეი-აუთის ზონას და პირიქით მიიღებს საკმაოდ კარგ შანსს რომ ჩაერთოს საჩემპიონო პლეი-ოფისთვის ბრძოლაში. კი, დღეს ყოველ შემთხვევაში 50 წუთის განმავლობაში უკეთ გამოიყურება ყაზბეგი უფრო არასტანდარტულად უტევენ, უფრო ბევრად სახიფათოა მათი შეტევები. ეტყობა ყაზბეგს რომ გაცილებით უფრო ყურადღებით არიან და გაცილებით უფრო მომართული არიან ამ მატჩის მოსაგებად. ყოველ შემთხვევაში მატჩის ამ საწყის 30 წუთში რიგ კომპონენტებში უკეთ გამოიყურებიან სტეფან წმინდელები. მოწოდა ბურთი ვარდოსანიძემ, ათლად გამოჩნდა რომ არა ზუსტად ნახოთ რას აირჩევენ სტეფან წმინდელები, აირჩიეს შერკინება. გვიჩვენეს კადრებში ხვამლელთა მარკაფაც. მორიგი შერკინება მატჩის 33 წუთზე. ხო, ვერ ვიტყვი რომ იდეალური შერკინებებია დღეს, მაგრამ უარესებს მინახავს ასე რომ ნორმალურია.
ამჯერადაც სწრაფად გამოიტანეს ბურთი. მარგალიტაძემ უკან გაკეთებული პასი, კარგი წრუ მოძრაობები იმნაძის წამოიღო თავად ამოვიდა. მოედნის ცენტრთან სწრაფად მივიდა მარგალიტაძე, თუმცა რთულ ვითარებაში იდეალურად იმოქმედა მარგალიტაძემ გადავიდა მეტოქის ნახევარზე. აქ ნახოთ ჩავარდნა იყო აბსოლუტურად არასაჭირო თან. ლუკა ალიბეგაშვილი ჩავარდა ამ შემთხვევაში. კი ეს კლასიკური ჩავარდა. იყო ასე ვთქვათ, იქ ხვალის მოთამაშე რომელიც ადიყვენ ბურთზე ჩასასვლელად და ამ მომენტში როცა ესე ვარდები თუ არავინ არ არის მაშინ გეპატიოს ეს ჩავარდა და თუ დავცველი არის რომელსაც შეუძლია ამაზე ჩავიდეს ამ ბურთზე შენ არ აქვს უფლება ჩავარდე და ასე არ მიცეს ბრძოლის საშუალება მეტოქეს. ხვალმა კი ამ ბურთის კარში გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო დაახლოებით 52 მეტრიდან შეასრულებს ცინცაძე ამ დარტყმას. ნახოთ, დავალოდოთ მის დარტყმას. დარტყმა აღმოჩნდა იდეალური 10-6 ხდება ანგარიში. კი, აი ამ შემთხვევაში უკვე კარგად გამოიყენა ქარი ნიკა ცინცაძე. 50 და 52 მეტრიანი ჯარიმებიც ვიხილეთ მატჩის პირველ ტაიმში. დავით იმნაძე შეიყვანა ბურთი თამაში, დაკიდა საბრძოლო ბურთი. ადგილზე იყო ლუტიძე, რომელმაც უშეცდომოდ ითამაშა ამ ბურთზე. ციკლაური დაარტყმევინა მორკინალებს. დააგრძელა რაკი და ახლა უკვე ფეხით გადაიტანს ბურთს მეტოქის ნახევარზე ციკლაური. მაღალი დაკიდებული ბურთი. მოწყურიშვილი უშეცდომოა. იმნაძე რომელიც კარგია დღეს ძალიან კიდევ ერთხელ გაჭრა ხაზი, პასი გაატანა ხულელიძე, დასვა მეტოქე უნდა შეინარჩუნოს. სამწუხაროდ მცირედ ტექნიკური ხარვეზი, თუმცა დაუბრუნდით. მორიგი მიძალება კაციტაძემ შეუტია. გადაინაცვლა ყაზბეგმა 23-იანში. მოწოდა მარგალიტაძეს ბურთის გამოყენებისკენ, მახარაშვილი თავად წაიღო, აღმოჩნდა ორიმბოჭოვის წინააღმდეგ. მოწყურიშვილი დააჯდნენ ბურდულს, თუმცა გააკეთა ოფლოუდი წინ პასი. კი. კარგი დაცვა ძალიან ვინ იყო ეს არაგველი. ნახოთ კიდევ ერთხელ თუ გაჩვენებენ წინვალე ბოჭო და დაბრუნდა მასობაში საბა კურტანიძე. ამასობაში კი ფაქტობრივად ამოიწურა პირველი ტაიმისთვის განკუთვნილი დრო 3 წუთზე ოდნავ მეტი. ტაიმისთვის განკუთვნილი დროის დასრულებამდე. ნახოთ ამჯერად საკუთარ შერკინებაში როგორ მიაწვება ხვამლი. ემზადება შერკინება, ბურთით ხედავთ ფრიდონ ციკლაურს. შეაგორა ციკლაურმა, მისცეს ბიძგი ხვამლელებმა და აჯარიმეს საბოლოოდ მეტოქემ. კი, კარგი ტაიმის ბოლოა ხვამლისთვის, აქ შეუძლიათ უკვე შემთხვევაში კარგი აუცი გაკეთება და იქ რაღაც ფიქრი. ქარიც მათ სასარგებლოდ არის ამ შემთხვევაში.
ბრწყინვალი დარტყმული. 22-ში საკმაოდ ხმად შევიდა. ხვამლი. დაახლოებით 10 მეტრი მეტოქის ლელოს მოედნამდე. ნახოთ როგორ შეძლებს ხვამლი ამ უპირატესობის გამოყენებას, კარგი შესატევი პლაცდარმი აქვს. ვაწოდა ბურთი ვარდოსანიძემ ბოლო მხტომელზე, ამჯერადაც შეცდნენ სტუმრები. კიდევ ერთი შერკინება, წუთნახევარი პირველი ტაიმისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვამდე. ალბათ პირდაპირ აუჩი ატანის საშუალება არ ექნება ყაზბეგს. მიაწვა ხვამლი გადაძალეს და აქ უნდა შეუტიონ. კურტანიძე აქ სახიფათოა ძალიან. გიორგი კურტანიძე მაგრად მიეძალა. საბა კურტანიძე კიდევ უფრო სახიფათო ნიშნულამდე მიუახლოვდნენ სტუმრები. კიდევ ერთი წაღება. აი ციკლაური სწრაფად უნდა გამოიტანოს ეს ბურთი. დაგვიანდა. და ხე ისევ მორკინალები. აი აქ შეიძლება ცოტა აკლიათ ძალიან. სწრაფად უნდა გავიდეს ხაზზე ბურთი და უპირატესობა ჯარიმის. ახლა მაინც შეუძლიათ რომ გაცილებით უფრო თავისუფლად და თამამად შეუტიონ ხვამლელებმა. აქვთ მათ ჯარიმის უპირატესობა და საბოლოოდ გაიტანეს ლელო. ნახოთ ვინ გახდა გატანილი ლელოს ავტორი. ხედავ სამწუხაროდ დავკარგეთ კადრი. ლუტიძეს გვიჩვენებენ. იქ ლუტიძე. ცოტა უჩვეულო პოზიციაზე უნდა აღმოჩენილიყო ლუტიძე. 10-11 ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს შეძლო ხვამლმა დაწინაურება. კი, ყველაფერი მოყვა თითქოს ყაზბეგისთვის ტაიმი კარგად უნდა დასრულებულიყო, მაგრამ დაკარგეს საკუთარი შერკინება, აი გადაძალა. ბოლო ორ შერკინებაში იმძალა ძალიან სხვათა შორის უკვე დომინანტური მიწოლა ჰქონდა ხვამს და ერთხელ უკვე საერთოდ ხედავთ რომ მეტოქეს წაართვესაც იშვიათია. წინა ეპიზოდებში სწრაფადვე გამოჰქონდა ხოლმე ყაზბეგს ბურთი საკუთარი შერკინებიდან, თუმცა ამჯერად არაფრის საშუალება არ მისცა ხვამლმა მეტოქეს ძლავრი მიწოლის შემდეგ დააკარგვინეს ბურთი. 10-11 დაველოდოთ გარდასახვის შესრულებას, რის შემდეგაც დასრულდება მატჩის პირველი ტაიმი. გარდასახვა ზუსტია 10-13 დასრულდა პირველი ტაიმი, დაისვენებენ გუნდები დაახლოებით 10 წუთით და დაგიბრუნდებით უკვე მეორე ტაიმით დროებით გემშვიდობებით.